მე ჩემ დროს ვუთმობ სტუდენტებს. არა, მოხუცებს. მე ჩემ ერთზუც ვუთმობ მასწავლებლებს, ინჟინერებს, მეცნიერებს, ფრინავებს და მსახიობებს. აი, ეხლა თქვენ გაქვთ ერთი წუთი. რაზედაც გინდათ ილაპარაკეთ. ის რაც მესტიაში გაკეთდა, ეს არის იმ ძველი სვანური არქიტექტურის განადგურება, რომელიც მართლა თვალშისაცემი იყო და ტურისტებისათვის და ყველა ჩამომსვლელისათვის ძალიან საინტერესო. აქ იკრიბებოდა, როცა საჭირო იყო სვანეთის ჯარი ამ მოედანზე. ეხლა ნახეთ, როგორ არის მოედანი განადგურებული და ფაქტიურად წაშლილი. თუ ახალი უბნები გაშენდება მესტიაში, ღმერთმა ხელი შეუწყოთ, მაგრამ როცა ძველს ასე უშნოთ, ასე ხელაღებით აფუჭებენ, ამისი მომხრე არც მე ვარ და არც ერთი სვანი. უბნები, ძველი უბანი, ეკით ლანჩვალი ქვია, ის მთლად იყო მართლა რომ იტყვიან მუზეუმი ცის ქვეშ. ახლა რომ ნახავ გადაღებილი, გაუბედურებული სახლები, რომლებიც არც სვანურია, არც ქართულია და არც არაფერი არ არის. თამარ მეფის ძეგლი მე მიმაჩნია, რომ ეს არის არა მარტო თამარ მეფის დაცინვა და მისი აბუჩათაგდება, არამედ იმ დიდიადი ეპოქის მთლიანად უგულებელყოფა, რომელიც თამარ მეფეს და იმ ეპოქას უკავშირდება. თვითონ ნახეთ, ძალიან გთხოვთ გადაიღეთ ეს და ანახეთ მთელ საქართველოს არის თუ არა ეს თამარ მეფის ძეგლი. რაღაც საშინელი სიმახინჯე. ეს არც ხელოვნების ნიმუშია და არაფერი არ არის საერთოდ.